შუადღეში წარმატებულ შუადღეს გისურვებთ. რუსთავი 2-ზე განახლებული შუადღე 1 სექტემბერს იღებს სტარტს. აბარა. განახლებული სტუდიით. შუადღეში მშვიდობის მოგესალმებით არა კურიერის, არამედ შუადღეს. ყველაზე კარგი სიახლეა. ახალი შემადგენლობი და მისით მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ამავდროულად შეგიქმნათ. კარგი განწყობა, გადაცემა შუადღე, ეთერს უბრუნდება, ვიწყებთ ახალ სეზონს. მე თამთა გაზაშვილი ვარ. ძალიან კარგი დასაწყისი იყო. მე ლევანი ვარ ხურცია, მსახიობი და გადავწყვიტე რომ ესე ახალი სეზონი და რუსთავი 2-ზე ხმიდან ამოხვიდე იმით. და რა თქმა უნდა, ერთი რამე უნდა აღვნიშნო, რომ ამ არხზე ჩემი ხმა ძალიან დიდი ხანია ისმის, მაგრამ აქამდე მე შესაძლებლობა არ მქონდა, რომ ასე ცოცხლად მოგსალმებოდით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მე მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ შესაძლებლობისთვის, ამ არხის ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა თავად ბაკურს. რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, შენი ხმა კი არა, სახეც უნდა გამოჩენილიყო, რას მელაპარაკე. ასე რომ შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით, მე მარიამ შენგელია ვარ. ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან ემოციურია. რადგან ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ რუსთავი 2-ს უკავშირდება. 14 წლის ვიყავი, როცა პირველად წარსდექი კი აი ჩემი ფოტოს დაახლოებით 10 წლის წინ იყო ეს ყველაფერი და ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი მზად ვარ თელის შემართებით, რომ ვიჯდე აქ, ვიყო აქ, როგორც შუადღის წამყვანი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეს ყველაფერი ჩემთვის. ყველასთვის. ძალიან კარგი. მე კი გახლავართ ნიკოლოზ გაბელია პირველ რიგში მოგესალმები და მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ მაქვს პატივი მერქვას რუსთავი 2-ის საოცარი გუნდის წევრი. ჩვენი მთავარი მიზანი და მისია გახლავთ ჩვენი მაყურებლის გაღიმება და პოზიტიურ განწყობაზე დაყენება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრობა ამ საოცარ გარემოში დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ღიმილი არ მოგვაკლდება, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი მისია, როგორც აღვნიშნეთ. ღიმილი და პოზიტიური აუცილებელია. კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა ვუსურვოთ რუსთავი 2-ის ყველა ახალ პროექტს და მათ შორის ჩვენს გადაცემას განსაკუთრებით ვუსურვოთ. პირველ რიგში. განსაკუთრებით რომელიც უკვე არაერთ სეზონს ითვლის, ამ გადაცემას მართლა ძალიან დიდი წარსული აქვს და მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების მანძილზე ჩვენს ყოველდღიურობას საინტერესო, სახალისო და სასარგებლო ამბებით ალამაზებდა. ახლა კი მგონი დადგა დრო, რომ ჩვენმა მაყურებელმა ჩვენ შესახებ შუადღის ახალი შემადგენლობა უფრო კარგად გაიცნოს და შუადღის ჟურნალისტმა თიკო ხახუტაშვილმა მოამზადა სიუჟეტი ჩვენი ახალი შემადგენლობის შესახებ და ახლა მეც თქვენთან ერთად ნამდვილად არ მინახავს მაყურებელთან ერთად პირველად ვიხილავთ ამ სიუჟეტს. აბა ვნახოთ. დარბას რო გამოხედავდა გული, რა ვიცი, სადღაც 200-მდე ადის პულსი, ის ბევრჯერ მქონდა გასცილი და სხვათა შორის დღემდე მომყვება. გამარჯობა თეატრო. ევროვიზია იყო ეს რაღაც საგიჟეთი პერიოდი, იმიტომ რომ ახსენდება ეხლა აი მართლა ბურძგლავს. ეს არის ჩემი პატარა დიდი ოჯახი, ჩემი მეუღლე მარიტა, ნანუ, ნანა გაბელია და გაბრიელ გაბელია. ნიუსის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენი, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ჩემი ცხოვრება ნიუსის გარეშე. დავიბადე ქალაქ ზუგდიდში, არაჩვეულებრივ ჩემს საყვარელ სამეგრელოში. აი სწორედ მან დაიბადა იდეა, რომ მე გავხდარიყავი მსახიობი. ერთხელ მამა ჩემმა გადაწყვიტა, რომ მღერი აღმოაჩინა დაახლოებით 5 წლის ვიყავი უკვე და მაკედონ დროს სიმღერაზე შემიყვანა. მე მივხვდი რა მინდოდა ცხოვრებაში. მე ნიკოლოზ გაბელია ვარ, მსახიობი პროფესიით. პირველი ამბავი რა გვაქვს, მარიამ, იქნებ უთხრათ ვაყურებთ. ეს სფერო რა სფეროშიც ახლა მე სტიჩემს ბეც უცხოც არ არის მთლად ტელევიზია, იმიტომ რომ სტუდენტობის დროს მუშაობდი ტელევიზიებში. დარწმუნებული ვარო ჩვენი მაყურებელიც მიმიღებს ისეთს როგორიც ვარ. პირველად ხდება, როდესაც გადმორთული ვიქნები მთლიანად შუადღეზე. და ჩემ ცხოვრებაში აღარ იქნება ახალი ამბები იმ დოზით, რასაკვირველია. მოგესალმებით, ეს არის კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნო. აღარაფერი აღარ შემცვლის, ალბათ ყოველ დილით ისევ გავეცნობი ახალ ამბებს და ყოველ დილით დავინტერესდები, ყოველ საღამოს თოქ-შოუებს უყურებ და ასე შემდეგ, ალბათ ამისთვის დრო დამჭირდება, რომ ეს ჩვევები ნელ-ნელა გვერდით გადავდოთ.
თითქმის ყველა თეატრში მომიწია სტუდენტობის პერიოდში და სტუდენტობის შემდეგ უკვე რაღაცა პატარა როლების თამაში, ზოგან თავარი როლიც მითამაშია და ესე მივყვებოდი ცხოვრების რიტმს. შენ თუ გონია სიცოცხლე, საუთხის კარგია. ნუ მოხლა, მიწასება. მოსვლაში არაფერია. ერთი კაიაბა გამახსენდა ახლა. ერთ-ერთი სპექტაკლის მერე დავიმალეთ თუ არ ვსწრები ან ამ კუთხეში, ან აი იმ კუთხეში რა, იქით. დაველოდე სანამ მაყურებელი ყველა გავიდოდა, ესე ჩუმად შემოვდგი პარტერიდან ფეხი და დავადგი სცენას ფეხი რა. ხო და იქნებ მოხდეს საოცრება და აღმოჩნდა ამ სცენაზე მეთქი და რა ვიცი, ესეც მართლა მოხდა ესეც საოცრება და ბატონმა რობერტ სტუროვამ რო დამიძახა. ეს იყო, არ ვიცი, ალბათ ამ პროფესიაში და საქართველოში ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის, რაც ამ სფეროში შეიძლებოდა მომხდარიყო ნებისმიერი სტუდენტისთვის ან იმ პერიოდში. არა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. 20 წელი გამოდის, რაც ამ დერეფნებში დავდივარ. ხან ნერვიულობით დავდივარ, ხან ხიარულად დავდივარ, როგორც ხდება თეატრში ხოლმე და ეს არის ჩემი საგრემიო, სადაც ვემზადები და მერე იწყება ის დიდი ამბავი, რასაც ქვია სპექტაკლი. ეს ოთახი გახდა მე-3 წელია, რაღაცნაირად ჩემი მეორე სახლია. ეხლა დაწყებულია თქმისაც მეშინია გენიალური პოემა, ნაწარმოები, რა ვიცი, საუნჯე ქართველთა ვეფხისტ ყაოსანი, რომელიც უნდა დაიდგას ამ არაჩვეულებრივ თეატრში. შოთა რუსთაველში. ესეთი ამბავი. მარიამი და მუსიკა დაიწყო დაახლოებით, ალბათ როგორც კი დავიბადე, სიმღერის ნიჭი არ არის ისეთი, რომ ყველას აქვს. ან გაქვს, ან არ გაქვს. და შესაბამისად, რომ აღმოვაჩინე ეს ნიჭი ჩემში, რომ მაქვს, მაგის მერე პრინციპში ძალიან მარტივად ვიპოვე ჩემი თავი ცხოვრებაში და მღერი დღემდე. ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრებაში ცალსახად ევროვიზია. არ ვიცი, მართლა ეგეთი შეგრძნება არ მქონია არასდროს, იმიტომ რომ თან რომ ყველაზე ძალიან გიხარია, მაგრამ თან რომ აი ხვდები რომ რაღაცა ქვეყნის წარმომადგენელი ხარ. აი ესეთი რთული პერიოდი გავიარე, ბოლო 1 წელი, აი ეგ იყო, არ ვიცი. ეგ რო გადავლახე, მგონია რომ ყველაფერს შევძლებ ცხოვრებაში. ძალიან გავიზარდე. რაღაცა ეს 1 წელი იყო ჩემთვის ძალიან გარდამტეხი. და ვისწავლე ნერვიულობასთან ერთად კონცენტრაციის უნარი, რაც ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ აი ამ ხელა სცენაზე რომ დავდექი და რომ დამითვალეს რა იყო 5, 4, 3, 2, 1 და მანდ გავიაზრე რომ მთელი ქვეყანა მიყურებს. თან აქ დარბაზიც ეხლა დამურზღვა, იმიტომ რომ ისეთ შეგრძნება იყო, რომ არ ვიცი, მეორე რა უნდა იყოს ესეთ ჩემს ცხოვრებაში. შრომა არის ის, რასაც მიყავხარ იქამდე, რომ შენ გჯერა საკუთარი თავის და მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ საკუთარი თავის ესე მჯეროდეს. აი, 3-ს დავიდე. ბიჭო, მიდი. არის დაგახელი. აბარა, ბიჭო, აბარა. კალათბურთის კომენტატორი ვარ, ხო? ბურთის გარეშე წარმოუდგენელია დაბადებიდან დღემდე ბურთით ვარ. ეხლა უკვე ის პერიოდი მაქვს, რომ ვცდილობ, რომ ჩემს შვილს შევაყვარო კალათბურთი. წავიდე. დაუკვირდი? ხელი მაჯა. მე არ ვამბობ იმას, რომ ჩემი ოცნება მინდა ჩემმა შვილმა აისრულოს. არა, ჩემს შვილს თუ მინდა რომ კალათბურთელი გახდეს, ის გამოვა, მე არ დავაძალებ. აბარა, ბიჭო, სო დაკარგული ვარ ეხა მე, გაიგე? გაბრიელი რომ გაჩნდა, არ ვიყავი თლა დიდი 23 წლის ვიყავი და სხვა ქარები ქრონდა თავში მაშინ. თუმცა აანთო ის ნატურა
ჩემს ტვინში, რომელიც თუ შვილი არ შეგეძინა, იქამდე არ ინთება. 9 წელია სკოლა და ამან საერთოდ მეორე რაღაც განყოფილება თუ მეორე რაღაც ფანტასმაგორიული სივრცე შექმნა ჩემს გარშემო. ტაში დავუკრათ მამიკოს და ბაბის და ძალიან დიდი ხანი ერთად ვართ. მარი იყო 16 წლის და მე 18-ის, როცა შეყვარებულები გავხდით და იმის შემდეგ მოვდივართ ერთად ბავშვობიდან. ყველაზე მეტად ნიკაში ვაფასებ მის მეგობრულობას, ჰუმანიზმს და მზრუნველობას ჩვენი და ჩვენი შვილების მიმართ. და მეგობრობა ჩვენი არის მთავარი პირველი მიზეზი იმისა, რომ ამდენი ხანია ერთად ვართ და ერთად მოვდივართ. გარი გოგო ხარ. ომარ, შუქს ამინთებ? თუ ჩემზე აღარ მუშაობ. ეს არის მთავარი სამუშაო სივრცე. ყოველ შემთხვევაში აქედან ვესალმები მაყურებელს ყოველ დღე და აქედან ყვებით ახალ ამბებს. პარალელურ რეჟიმში მუშაობთ სუფლიორზეც და კამერები აქეთ არის. მოკლედ ძალიან ახლოს ხდება ყველაფერი. აი ის უკვე შუადღის სტუდია არის. ერთგულ მაყურებელს ალბათ ახსოვს, ხშირად ვჩხუბობდით ხმაურზე, განსაკუთრებით კულინარიული დღეები რომ იყო და მაშინაც ალბათ მარტივად ვიხდებოდნენ, რომ სტუდიები საკმაოდ ახლოს არის. მადლობა. ომარმა აგვითა შუქი. ძალიან მიყვარს აქაურობა, მიყვარს ყველა თანამშრომელი და ერთი დიდი ოჯახი ვართ. ეხლა ცოტა ისე მიყურებენ ამ ხალხს, თვითონაც ვერ ეგუებიან მე მგონი. ძალიან ბევრ რაღაცას აწყდები, როცა ახალი ამბების წამყვანი ხარ, კადრს მიღმა არის ძალიან დიდი შრომა. ბევრი ისეთი მომენტი, როცა ფიქრობ, რომ აღარ შეგიძლია. უბრალოდ ვცდილობ, რომ მაყურებელს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდო და აი სახლში რო წავსულ ვარ, ყოფილა ძალიან რთული დღეები, როცა აი ვერავდგარ ვარ საერთოდ და დგები მაშინ, როდესაც ისევ აქ ხარ საჭირო, იმდენად განმიცდია რაღაცეები, თუმცა დროთა განმავლობაში ყველა ვცდილობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად ვართ ადამიანები და რაღაცეები, ამდენი ინფორმაცია ჩვენზეც, რა თქმა უნდა, აისახება. ესეც ასე. მოკლედ კურიერის ეტაპი ამ დროისთვის დასრულებულია, შევხვდებით ერთმანეთს შუადღეში. სულ რაღაც 20 მეტრი გავიარე. მოხვედი ჩვენამდე. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან განსხვავებული ეტაპი იწყება. იმედია მაყურებელი მიერთგულებს და მიმიღებს ამ როლშიც. მე ძალისხმევას რა თქმა უნდა არ დავიშურებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი სიუჟეტის ავტორს, იმიტომ რომ ჩვენც ახლა გავიცანით ერთმანეთი და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო ერთმანეთის შესახებ. თიკო ხახუდაშვილს კიდევ ერთხელ ჩვენ 4-ვესგან დიდი მადლობა შენ. დიდი მადლობა. მოკლედ ჩვენზე ბევრს არ ვისაუბრებთ ამ გადაცემაში. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იქნება. თავს არ მოგაბეზრებთ, უბრალოდ თავი გაგაცანით.